შეტევა შეიძლება გამოუვიდეს სამგურელს, გრძელდება იერში, პასია საჭირო გადაცემა დარტყმა 1-1. წყალტუბოელებმა ანგარიში გაათანაბრეს გუნდის კაპიტანი დემურ ჩიხლაძე, გატანილი გოლის ავტორი მეტყველებს მუჯირი. თავად მიდის დავით მუჯირი და კარგი პასი გააკეთა ჩიხლაძე დარტყა და 6-0. 6-0 ხდება ანგარიში. ვაბაგზე წავიდა თელავი და ჩიხლაძე კიდევ ერთი დარტყმა მესამე მსერობა და გავიდა მესამე დარტყმის შემდეგ გათანაბრდა ანგარიში მაინც გაუტანა დემს. კარგია, შემდეგ ჯანჯღავას დარტყმა, ჩიხლაძეს აქვს შანსი კარგ პოზიციაშია მისი დარტყმა და კიდევ ერთი გოლი გავიდა ჩვენ შეხვედრაში 3-1. 3-1 წყალტუბოს სამგურალი ახერხებს და კიდევ გაკეთება საჯარიმოს მისადგომებს და შორეული დარტყმა და ანგარიში ხდება 3-0. 30 წუთზე დემურ ჩიხლაძე გატანილი ჯარიმას ჩიხლაძის გამორბენი დარტყმა და შესანიშნავი გოლი რომელიც გაიტანა მას მიზელთა მეათე ნომერმა და 26 წუთზე გაათანაბრა. არ არის თარა მოდა მაგრამ შერგელაშვილი არა, შერგელაშვილი არ დაარტყავს გამორბენი დარტყმა და ძალიან ლამაზი და ძალიან ეფექტური საჯარიმო დემურ ჩიხლაძის შესრულებით. შეხვედრის მე-9 პირდაპირ მიუწვიდა ჩიხლაძეს რომ ჩააწოდოს საჯარიმოს, ჩააწოდა ძალიან კარგად და რა გოლი გაიტანა დემურ ჩიხლაძემ. ძალიან შორი მანძილიდან პირდაპირ კარში გაუშვა ბურთი და ლაზარე კუპატაძეს ძალიან დემურ ჩიხლაძეს გააქვს 2 გოლი. ხელი ასი მარჯვენა ფლანგზე დემურ ჩიხლაძე აიღო პაუზა, გააკეთა გადაცემა აქეთ გულის დარტყმა და მივიდა და სამგურალის ფეხბურთელების საფრთხო იერში ძალიან კარგი გადაცემა და ანგარიში ერენაია ჩართო შეხვედრაში შემდეგ წინ გადაცემა არ არის ჩიხლაძე და აქვს შანსი აქ წყალტუბოს სამგურალს ფანცულაია მეკარისთან პირისპირ დარტყმა და ჩიხლაძე რა ჭკვიანურად თამაშობს და კუტალია. ჩიხლაძე კარგი მოძრაობა იყო არტურეცი. ჩიხლაძე ამ შემთხვევაში ძალიან კარგად თამაშობს, ტექნიკურად ჩამოიტოვა კადეტე, მარჯვენა ფლანგზე შეიძლება ალბათ შეტევის გაგრძელება, ასეც არის კალანი.
ნაკლიერი იყო ვინც უსტარტმა ჩიხლაძე თამაშობს ფურცეს საიმონთან ერთად ბრძოლა მოიგო ერთო ნომერს აქვს დარტყმის შანსი ურთხავს და გადაახათ ალბათ არა პასი გააკეთა ჩიხლაძე კიდევ უფრო კარგი დასარტყმელი სულაია ჩიხლაძის დარტყმა და ძალიან მაგარ გოლთან ახლო ჯარიმოში შეიწია სიხმის ხელოდნი კესმა დემურ ჩიხლაძე